გესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა ასეთი ძალიან საინტერესო თემით თუ რატომ გესიზმრებათ კონკრეტული ადამიანი, რატომ მოდის ადამიანი თქვენს სიზმრებში. ზოგადად მეგობრებო, ძალიან ხშირად ქალებს განსაკუთრებით გვაქვს ისეთი უფრო მძლავრი ინტუიცია, უფრო მძლავრი სენსიტიურობა და ეს საჯარო გაშლა ეხება მათ, ვისაც აინტერესებს თუ რატომ ესიზმრებათ მათ ან პერიოდულად ან თუნდაც არ ვიცი ერთხელ მაინც რატომ დაესიზმრათ კონკრეტული პიროვნება. ეს პიროვნება შეიძლება იყოს როგორც ვიღაც ცოცხალი ასევე გარდაცვლილიც, ვიზედაც თქვენ გაინტერესებთ, სამ ვარიანტიანი გაშლა გვექნება დღეს ჩვენ. ჩაიფიქრეთ კონკრეტული სიზმარი, გაიხსენეთ კონკრეტული სიზმარი ან კონკრეტული პიროვნება, რომელზედაც გაინტერესებთ, რატომ მოდის ან პერიოდულად ან ერთხელ მაინც რატომ მოვიდა თქვენ სიზმარში და ვნახოთ, აბა ეს არის თქვენი ქვეცნობიერი თუ რაღაც გარკვეული ენერგეტიკული კავშირი. რატომ დაესიზმრა პირველ ვარიანტს? ჩაფიქრებული პიროვნება, რატომ დაესიზმრა მეორე ვარიანტს და რატომ დაესიზმრა მესამე ვარიანტს. იმედი მაქვს სამივე ვარიანტი კარგად ჩანს, ქვებსაც ახლავე დავარიგებთ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, უკაცრავად და მესამე ვარიანტი. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ, რომელიც მეტად გიძახით. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დააპაუზოთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ვრცელი, ბევრად უფრო ზუსტი, თქვენზე მორგებული მაქსიმალურად. და ვფიქრობთ უკვე გააკეთებდით არჩევანს. შეგიძლიათ ორი ადამიანიც კი ჩაიფიქროთ სხვადასხვა ვარიანტებზე, მაგრამ ორზე მეტი უმჯობესია არა. და კარგით, მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან, თუ რატომ გესიზმრებათ ჩაფიქრებული პიროვნება, რატომ მოდის თქვენს სიზმრებში. ვნახოთ აბა. არკანი ფორტუნას ბორბალი. კონკრეტულად ამ შემთხვევაში იცით როგორ რაღაცას ვხედავ. აქ არის თქვენსა და ამ პიროვნებას შორის გარკვეული ენერგეტიკული კავშირი, ენერგეტიკული ძაფი, რომელსაც ორივე თქვენგანი ასე თუ ისე გრძნობთ. და აქ არის უბრალოდ ენერგიების გადაკვეთა. აი, ხედავთ, მეათე არკანი 10-იანი როგორ წერია, X-ი, ხო? აი, ზუსტად ასე გადაიკვეთება თქვენი ენერგიები და ზუსტად ამიტომაც მოდის თქვენ სიზმარში ეს ადამიანი. განა იმიტომ, რომ რაღაც გარკვეული მისია აქვს თქვენთან დაკავშირებით, არამედ იმიტომ, რომ თითქოს თქვენ ერთი და იგივე სამყაროებში დამოგზაურობთ სიზმრის დროს, ან რაღაც ასეთი ენერგიები წამოვიდა. თითქოს ორივე თქვენგანს გაქვთ თქვენი რაღაც სამყაროები, სადაც გადიხართ. ეს ხდება რა თქმა უნდა ენერგეტიკულ დონეზე, ამიტომაც საერთოდ არ არის აუცილებელი ამას იაზრებდეთ და აქ ხდება თქვენი ენერგიების გადაკვეთა. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რატომ მოდის პირველი ვარიანტის სიზმრებში კონკრეტული ადამიანი. თასების 8-იანი და პენტაკლების 6-იანი. კი ბატონო, გადაკვეთა არის მეგობრებო, აქ ენერგიების, გავიმეორებ. თუ თქვენ ჩაიფიქრეთ კონკრეტული გარდაცვლილი ადამიანი და პირველ რიგში თუ ჩაიფიქრეთ ვიღაც თქვენი საგვარეულოდან, მაგალითად გარდაცვლილი თქვენი ოჯახის წევრი ან ვინმე ასეთი, ამ შემთხვევაში პრინციპში პასუხი ისედაც ძალიან ცხადი არის. საგვარეულოს ენერგიები ყოველთვის კავშირში არის ერთმანეთთან და ამიტომაც მოდის ეს ადამიანი თქვენს სიზმრებში. მოდის იმისათვის, რომ შეგახსენოთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ და განახოთ ისიც, რომ თვითონაც მარტო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს სიზმრები თლაც სასიამოვნო არ იყოს, ხო? ხოლო თუ ეს არის ცოცხალი ადამიანი, თქვენს ირგვლივ ვიღაც არ ვიცი, ან ამხანაგი, ან კოლეგა, ნათესავი, ნებისმიერი ვინმე შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში ადამიანი მოდის თქვენს სიზმრებში არა განზრახ, არამედ შემთხვევით, გავიმეორებ, აქ ხდება თქვენი გზების გადაკვეთა ენერგეტიკული თვალსაზრისით, ხვდებით ერთმანეთს რაღაც გარკვეულ სამყაროებში, ენერგეტიკული კავშირი გაქვთ და ამიტომაც მოდის.
მოდის, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ბევრი რაღაცით გავხართ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ რეალობაში შეიძლება ეს ასე გამოკვეთილად არ ჩანდეს, ხო? რეალურად ძალიან ბევრი საერთო გაქვთ და არის თქვენ ორ შორის, როგორც სულებს შორის გარკვეული ენერგეტიკული კავშირი. არის იგრძნობა თანაც ძალიან მკვეთრად. თითქოს ენერგეტიკული ძაფი არის გავლებული თქვენ ორს შორის. და აქ რაღაც კონკრეტული მისია არ არის, აქ უბრალოდ ორივე თქვენგანი, როდესაც ასე თუ ისე ერთნაირად ან მსგავსად გრძნობთ თავს, მაშინ მოდის ხოლმე თითქოს ეს ადამიანი თქვენ სიზმრებში. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, თითქოს ვიგრძენი, რომ მეტი ინფორმაცია არ უნდა გამეჟღერებინა, მეტი არკანები არ უნდა დამემატებინა და გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე, ვინც ამოერჩიეთ ვარდისფერი კვარცი, თქვენთან ნახოთ რა ხდება. რატომ მოდის ადამიანი ხმლების ტუზე? პირველ რიგში მე აქ ვხედავ იმას, რომ მოდით ვიქნები პირდაპირი და თუ თქვენ ჩაიფიქრეთ ცოცხალი ადამიანი, ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ ადამიანი თქვენკენ უშვებს კონკრეტულ ენერგიას, კონკრეტული ნეგატიური ენერგია მოდის თითქოს მისი მხრიდან, ეს არის რაღაც ბრაზი, რაღაც ბოღმა, პარაზიტობა ზოგი თქვენგანის შემთხვევაში. ადამიანს შეიძლება შურდეს თქვენი, იყოს გაბრაზებული რაღაცაზე, რაღაც თქვენი სიტყვები ახსენდებოდეს პერიოდულად, რომლებიც ძალიან გულზე მოხვდა და ამის გამო მოდიოდეს თქვენ სიზმრებში გაუაზრებლად. ანუ ნახეთ, როდესაც აბსოლუტურად ყველაფერი არის ენერგიები, ხო? შევთანხმდეთ ამაზე. და როდესაც ადამიანი ჩვენზე ბრაზდება, ან არის რაღაც გარკვეული ნეგატივი, რა თქმა უნდა ამას გააზრებულად არ აკეთებს, მაგრამ მოდის ხოლმე ჩვენს სიზმრებში. თუ თქვენ აქ ჩაიფიქრეთ ვიღაც ისეთი ადამიანი, ვინც უკვე გარდაცვლილი არის და მოდის თქვენ სიზმრებში პერიოდულად, ან მოვიდა, ამ შემთხვევაში ცოტა რთულად არის საქმე, იმიტომ რომ აქ ადამიანი თქვენთან მიმართებაში ბრაზს არ უშვებს, მაგრამ აქ უფრო რაღაც თქვენი ნეგატივი იგრძნობა აქ უფრო. აი თითქოს თქვენ ამ ადამიანთან დაკავშირებით გაკავშირებთ რაღაც ისეთი წარსული, რომელმაც თავის დროზე ან ტრავმა მოგაყენათ, ან რაღაც ნეგატიური ემოციები და თითქოს ეს ადამიანი კი არ მოდის თავად თქვენ სიზმრებში, არამედ თქვენი რაღაც ტრავმები, თქვენი რაღაც ტრიგერები იღვიძებს სიზმრის დროს. თუ აქ გარდაცვლილ ადამიანზეა საუბარი, რა თქმა უნდა. თუ ცოცხალზეა, მე უკვე პრინციპში გაგეცით პასუხი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რატომ მოდის ჩაფიქრებული პიროვნება თქვენ სიზმრებში. ერთი არკანით მაინც მინდა რომ ვთქვა. კვართხების დედოფალი. არკანი მეტლე, არკანი ხმლების ექვსიანი, არკანი იმპერატორი ქალი და არკანი თასების ორიანი. თუ თქვენ აქ ჩაიფიქრეთ გარდაცვლილი პიროვნება, რომელიც პერიოდულად მოდის თქვენ სიზმრებში, გეტყოდით იმას, რომ პერიოდულად მოდის არა თვითონ ეს ადამიანი, არამედ რაღაც გარკვეული ნეგატიური თქვენივე პროგრამები, რომლებიც უნდა დაამუშაოთ, მაგალითად, ან ქვეცნობიერული ბრაზი ამ ადამიანთან დაკავშირებით, ან რაღაც გარკვეული ტრავმები, რაც ამ ადამიანმა გააზრებულად თუ გაუაზრებლად გადაგატანინათ, ხომ? მაგრამ პერიოდულად თვითონაც მოდის და თვითონ როდესაც მოდის, თითქოს სიზმრებში არის ძალიან მშვიდი, ძალიან ჰარმონიული, თვითონ როდესაც მოდის ამ მომენტებში არის ძალიან მშვიდი და ასეთი სიზმრები ყოველთვის მშვიდ ენერგიებს გიტოვებთ. ყოველთვის. როდესაც თვითონ არის, დაიმახსოვრეთ, არის სიმშვიდე სიზმრებში. არის სიმშვიდე, მშვიდი საუბრები. შეიძლება რაღაც თავის ტკივილს გიზიარებდეთ, ხო? ხოლო როდესაც არის სიზმრები კოშმარების სახით ან რაღაც ნეგატივის სახით, ამ დროს არის თქვენი ტრიგერები. ახლა ვერც კი წარმოიდგენთ თავბრო როგორ დამეხვა. აშკარად ძალიან ბევრ თქვენგანმა გარდაცვლილი ადამიანი ჩაიფიქრა.
იცოდეთ რომ პერიოდულად თვითონ არის, პერიოდულად სხვა ენერგიები არის. სხვა ენერგიები უშუალოდ თქვენი ენერგიები, თქვენი რაღაც ტრიგერები და პროგრამები, რაც უნდა დაამუშავოთ. თუ ჩაიფიქრეთ ცოცხალი ადამიანი, აქ მეც ნამდვილად ვეღარაფერს ვეღარ დავამატებ, აქაც იგრძნობა კავშირი ენერგეტიკული, რომელიც ხან წყდება, ხან ბრუნდება თავის საწყისთან, მაგრამ უფრო მეტად აქ მოდის ადამიანისგან მოსროლილი აზრები, ენერგიები. მაგალითად, როდესაც გაბრაზებულია, გაბრაზებულად მოდის თქვენ სიზმრებში, როდესაც რაღაც ცუდი ახსენდება, ხო? ხოლო როდესაც ენატრებით, ამ დროს მონატრების ენერგიებით მოდის თქვენ სიზმრებში. მაგალითად, მოდის საუბრის სახით ან რაღაც ისეთი უფრო მშვიდი ენერგიებით. მეც აქ ნამდვილად ვეღარაფერს დავამატებ მეორე ვარიანტი და მოდით ახლა გადავიდეთ ჩვენ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი თქვენთან რატომ მოდის ჩაფიქრებული ადამიანის სიზმრებში? კვერთხების შვიდიანი. აქ უფრო საინტერესოდ გვაქვს საქმე, აქ აშკარად უმეტესობამ ჩაიფიქრეთ ვიღაც ცოცხალი ადამიანი, ერთეულებმა ჩაიფიქრეს გარდაცვლილი. და კვერთხების შვიდიანი რის შესახებ მეტყველებს, რატომ მოდის? აქ თითქოს თვით დასჯის ენერგიას ვხედავ რაღაც გარკვეულ პირდაპირ გეტყვით და შეიძლება აქ თქვენ იყოთ გარკვეული პარაზიტების ზეგავლენის ქვეშ, ლიარვების ქვეშ, თქვენ თავად. განსაკუთრებით თუ თქვენ აქ გესიზმრებათ ადამიანის სქესობრივი ასპექტებით, აქ კარგი იქნება თუ დიაგნოსტიკას გაივლით და გაეცნობით ინფორმაციებს ინკუბსაკუბების შესახებ, იმიტომ რომ აქ სულ სხვა ენერგიას ვხედავ და არა ვიღაც ადამიანს. გავიმეორებ, თუ სქესობრივი კავშირები გესიზმრებათ კონკრეტულ ადამიანთან, აქ დიაგნოსტიკა არის საჭირო, ან ადამიანის სადაც გსჯით, ან კონფლიქტები კონკრეტულ ადამიანთან, აქ თითქოს უფრო მეტად სხვა ენერგია იგრძნობა ვიდრე ადამიანი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რატომ მოდის მესამე ვარიანტის სიზმრებში კონკრეტული მათ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. დიაგნოსტიკას ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევდით მესამე ვარიანტი. პენტაკლების რაინდი. ხმლების 4-იანი. კვერთხების 5-იანი და ხმლების 10-იანი. აშკარად ძალიან კონფლიქტური ენერგიები იგრძნობა მესამე ვარიანტი თქვენთან. თუ თქვენ ვინმე გარდაცვლილი ადამიანი ჩაიფიქრეთ, ვინც პერიოდულად მოდის თქვენ სიზმრებში, აქ განსაკუთრებით აქ კონფლიქტებზე იგრძნობა სიზმრები ინტენსიურად. სიზმრები კონფლიქტებზე, ჩხუბებზე. აქ თვითონ ეს ადამიანი ნაკლებად არის, აქ უფრო მეტად არის თქვენი ქვეცნობიერი, თქვენი რაღაც ძველი ტრიგერები, თქვენი შიშები, თქვენი შფოთვები, უფრო თქვენს ენერგიას უშვებს აქ სიზმარი ვიდრე კონკრეტული ადამიანის. ხოლო თუ ჩაიფიქრეთ ცოცხალი პიროვნება, ამ შემთხვევაშიც იმას ვიტყოდი, რომ მეტად აქ თქვენი ქვეცნობიერი აქტიურობს ვიდრე კონკრეტული ადამიანი, მაგრამ ნახეთ აქ აშკარად იგრძნობა რაღაც ან ლიარვები ან რაღაც ისეთი არსებები ცოტა პარაზიტული, რომლებიც მოდიან თქვენ სიზმრებში. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ ბევრ თქვენგანთან. და გირჩევდით დიაგნოსტიკა გაიაროთ, ან ჩემთან, ან ნებისმიერ სანდო ეზოთერიკოსთან. პლუს აქ ნახეთ, თუ გამოვრიცხავთ ლიარვების და ინკუბსაკუბების სიტუაციებს, აქ ადამიანი სიზმრებში მოდის იმისათვის, რომ შეგახსენოთ გარკვეული კონფლიქტების არსებობა და ეს კონფლიქტების არსებობა არის რა? ეს კონფლიქტები შეიძლება იყოს თქვენი შინაგანი, ასევე გარე კონფლიქტებიც. მაგალითად, შეიძლება ადამიანი მოდიოდეს თქვენ სიზმრებში და პერიოდულად გახსენებდეთ საკუთარ თავს იმას, რომ თქვენ ოდესღაც არასწორად მოექეცით, ან პირიქით თქვენთან თვითონ მოიქცა არასწორად, ხო? რაღაც ასეთი სიტუაციების შესახებ გახსენებდეთ. მაგრამ შეიძლება აქ იყოს კონფლიქტები საკუთარ თავთან.
მაგალითად თქვენი შინაგანი კონფლიქტები, თქვენი შინაგანი გაურკვევლობები, ჩამოყალიბება ამ ადამიანთან დაკავშირებით, რაშიც ვერ ყალიბდებით. ამის შესახებ შეიძლება გახსენებდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში აქ ან ძალიან მძიმე სიზმრები იგრძნობა, ან იგრძნობა სიზმრები სქესობრივ კავშირებთან. აი რაღაც ასეთი ენერგიები მოდის რა. მეც აქ ნამდვილად ვეღარაფერს დავამატებდი, ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, გისურვებთ რა თქმა უნდა სიმშვიდეს ყველანაირად და აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში სამივე ვარიანტმა, რას ეხებოდა თქვენი სიზმრის სიტუაციები, რათა უფრო ჩავუღრმავდე მათ და შემდგომ ვეცდები რომ უფრო სიღრმისეული საჯარო გაშლები გავაკეთო ასეთ თემებზე. დაგემშვიდობებით.